ჩვენ ვტოვებთ კადრს პირდაპირ ეთერში და ხედავთ რა ვითარებაც არის ადგილზე, როგორც გითხარით, ადამიანები, რომლებიც არ შეუშვა მანდატური სამსახურმა, კრიმინალურმა პოლიციამ, სასამართლოს შიდა სივრცეში, გარეთ ელოდებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით და არა მარტო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბევრი გადაწყვეტილება მიიღება რეჟიმის მიერ დღეს იმ აქტივისტების წინააღმდეგაც, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. საბაბუაძე იმყოფება ახლა ჩემთან ერთად. მე მას ვკითხავ ზოგადად საბა ეს ვითარება რომ აღწეროთ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა რომ დასწრებოდნენ პროცესს რის ეშინია რეჟიმს პირდაპირ კითხავ ეს არ არის პირველი შემთხვევა იგივე იყო ჯაფარიძის საქმეზე ოქუაშვილის შემდეგ უკვე რას დარწმუნდნენ რომ ხარდამჭერები მოვიდოდნენ აქ ადამიანების ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ამის შემდეგ გადაწყვიტეს რომ ამ მეთოდებისთვის მიემართათ ანახული მეთოდებისთვის ის ვინც მყარად გრძნობს თავს და საკუთარ ძალაუფლებაში არის დარწმუნებული ასე სამარცხვინოთ არ იქცევა და ელემენტარულად სასამართლო პროცესის დასწრების შესაძლებლობას არ ზღუდავს. ხედავთ რომ არანაირი განსაკუთრებული გარემოება არ არის, არც განსაკუთრებული მღელვარება არ არის. აქ აბსოლუტურად მშვიდ რეჟიმში არის ყველა, მაგრამ მათთვის ნებისმიერი ტიპის დამატებითი საჯაროობა, დამატებითი აქტიურობა, ადამიანების კიდევ უფრო მეტი მონაწილეობა ამ პროცესში არის პრობლემა და ასე ნამდვილად არ იქცევა ის, ვისაც ძალაუფლება კონსოლიდირებული აქვს და ვინც მყარად გრძნობს თავს და ეს და ის რაც განვითარდა ნიკა მელიასთან დაკავშირებით და იქამდე ზურაბ ჯაფარიძესთან მიმართებაში არის მხოლოდ და მხოლოდ მათი სისუსტის დემონსტრირება. ნიკა მელია გუშინ ნახეთ რომ ფაქტობრივად გაიტაცეს ქუჩიდან აი ამ უკვე კრიმინალიზებული პოლიციის თარეშის შედეგად და ხედავთ რომ ყოველი მომდევნო დღე არის უფლებების უარყოფის, ელემენტარული ზნეობის უარყოფის დამატებითი დღე არის ქართული ოცნების მხრიდან და ეს ერთადერთ რაღაცას ადასტურებს, რომ ახალი არჩევნების გარეშე ამ კრიზისის განმუხტვა შეუძლებელი იქნება და ახალ არჩევნებთან ერთად ქართული ოცნება აუცილებლად დასრულდება, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე საზოგადოების ნების დამორჩილება გარდაულად გამოიწვევს მათ მარცხს და ახლა ისინი უძალიანდებიან სწორედ აი ამ კანონზომიერებას, რომელიც უფრო ღრმავდება მათთან მიმართებაში და ისინი უყურებენ აი ქუჩაში რამდენი ადამიანი დგას 1000-ია, 500-ია, 3000-ია, 10000-ია, ამით ცდილობენ სიტუაციის გაზომვას, როცა რეალურად უკმაყოფილება მათ მიმართ არის ყოველდღიურად მზარდი და ეს უკმაყოფილება უკავშირდება როგორც აი ამ ამორალურ და კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით ჩამოყალიბდა, ისე იმას, რომ ამ ყველაფრის პარალელურად მათ ვერ შექმნეს ვერანაირი სიკეთე, რომელიც საჩვენებელი ექნებოდათ ქართველი ხალხის და სრულიად ლოგიკურია, იმიტომ რომ ასეთი სასამართლოს, ასეთი პროკურატურის, ასეთი პოლიციის, ასეთი კორუმპირებული და ჩამპალი გარემოს პირობებში ვერავის დაინტერესებას ისინი ვერ მოახერხებენ. ერთადერთი, ვინც ამით დაინტერესებული არის ბუნებრივად, არის ჩვენი ისტორიული მოწინააღმდეგე და მტერი, ეს არის რუსეთი, რომელსაც საქართველოში არ უნდა არც განვითარება, არც ნორმალური და სტაბილური ვითარება, უნდა აი ასეთი პოსტტოტალიტარული მდგომარეობა, სადაც არც ადამიანის უფლებები არ არსებობს და არც ერთი საბაზისო ატრიბუტი არ არსებობს, რომელიც ჩვენ ცივილიზებულ ყოფას დაადასტურებდა. დიდი მადლობა საბაბუაძეს უსმენთ თქვენ, რომელიც ასევე დგას სასამართლოს ეზოს გარე ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არც მას მიეცა შესაძლებლობა იმის, რომ შესული იყო შიგნით და დასწრებოდა უშუალოდ პროცესს ეზოში მაინც. გიორგი ქადაგიძეს ვხედავ ასევე, ბატონ გიორგი, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება თქვენც მინდა გთხოვოთ შევაფასოთ პოლიტიკურად ეს პროცესები, რომელიც ვითარდება ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების გარშემო, ჯაფარიძის შემდეგ მელია, მანამდე ოქუაშვილი და ნუდრიქშია ნიკა გვარამია. რა ხდება ისი ეშინია რეჟიმს? თუნდაც აი ამ ქმედებით რა ვითარებაში ახლა იმყოფებით თქვენც, მათ შორის ეზოს გარე სივრცეში გიწევთ ლოძინი და თვალის დევნება სასამართლო პროცესში. ხო, სასამართლო პროცესი ეს არის, ოღონდ აქ ვიტყვი და შენობა სასამართლო არ არის, არაფერი საერთო ამ შენობას სასამართლოსთან არ აქვს. ვინც კი ნამყოფი ამ შენობაში ოდესმე ყველა დამეთანხმება ამას ალბათ. სახელმწიფოს რაც შეეხება, ხო მაფიოზური სახელმწიფოს ჩამოყალიბების კლასიკური ნიმუში არის.
სადაც ერთი ადამიანი და მისი გარემოცვა ძარცვავს ქვეყანას, იპარავს ამ ქვეყნის რესურსებს, დანარჩენი მოსახლეობა კი ემიგრაციაში გარბის, ან ცდილობს თვითონ თემდე იცხოვროს და ამ პროცესში არიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს წინააღმდეგობას უწევს. ესეთი ადამიანი არის ნიკა მელია, ესეთი ადამიანია ზურაბ ჯაფარი და სხვები, პოლიტპატიმრები, ყველა ის ადამიანი, ვინც რუსთაველზე დგას, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს მაფიოზური სახელმწიფო ჩამოიშალოს, ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ ღირსეულ ქვეყანაში, სამართლიან ქვეყანაში. და მათი დაკავებით, აი ოპოზიციური ლიდერების დაკავებით. რეჟიმი ცდილობს, როგორც ყველა რეჟიმი, რუსული, ბელორუსული, სხვა ჩამორჩენილი აფრიკული რეჟიმები, ხასიათდება შემდეგი თავისებურებით. ისინი გამალებით ებრძვიან იმ ადამიანებს, ვინც არ ეგუებენ, ვინც ასხივებს ბრძოლას, ბრძოლის უნარიანობას, ვინც არ ეგუება მათ აი ამ რაღაც სისტემას, რომელსაც ისინი აგებენ. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ხარი დაუჭიროთ ესეთ ადამიანებს, ჩვენ ყველამ ხარი უნდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა აუცილებლად ნიკასანის, ზურაბანის, ყველა სხვა პოლიტპატიმრისადმი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს ადამიანები დგანან იქ, სადაც ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს თითოეული ჩვენი შვილი, ქართული ოჯახის ჩვენი მოქალაქის შვილები, ამიტომ ის ადამიანები, ვინც პირველ ხაზზე არის იმისთვის, რომ დაიცვან დანარჩენები, აუცილებლად იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას და ჩვენ სოლიდარობას და ამიტომ ვარ მეც აქ და აქ ხარ რაც ხდება, რა თქმა უნდა, მორიგი ცირკი არის, რასაც თვალს ვადევნებ. მადლობა დიდი. მადლობა დიდი საცირკო სანახაობა, ასე ფასდება ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოს შიდა სივრცეში, ნიკა მელიას პროცესთან დაკავშირებით და არა მარტო სამოქალაქო აქტივისტების, რომლებიც ელოდებიან ასევე გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციულ საქმეებზე, თუმცა ყველა ელოდება, რომ პატიმრობაში გაუშვებენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები. სოფო ჯაფარიძეს ხედავ ასევე, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, რომ შესულიყო სასამართლო პროცესი, თუმცა დარჩა გარეთ. სოფო, ჩაუფასოთ თუ შეიძლება ეს მოვლენები, რომელიც ახლა აქ ვითარდება ჩვენი. პირველის ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ გუშინ უყურეთ ჩვეულებრივ გატაცებას. გუშინ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ნიკა მელიას დაკავების, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამართალსა და პოლიტიკურ ანგარიშწორებას შორის საზღვარი სრულად წაშლილია. ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის პარტიის სრულიად დაკარგულ სახეს. სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, რასაც თუნდაც დღეს დილიდან ვუყურებთ, რასაც პირადად სოფი შენ შეესწარი დიღმის სამმართველოსთან, სადაც არავინ არ ვიყავით, ყველანი ვიყავით სასამართლოსთან. უპრეცედენტო მობილიზება, სპეცრაზმის, წყლის ჭავლის, ეს არის შეშინებული ქართული ოცნების რეალური სახე. არ იცოდნენ წინასწარ, რომ იქ ამის სხვას არავინ გეგმავდა, ვთქვათ, აღებას ციხესიმაგრის თუ აი რას ეხმარებოდა, ანუ ეს იყო რაღაც ძალის დემონსტრირება, ხო, რაც ჩვენ ნახეთ და უნდათ რომ გვაჩვენონ თითქოს არიან ძლიერები და მანდატ შეცდომებს უშვებენ, მანდატს დაბნეულები, არეულები არიან, იმიტომ რომ უყურებთ ყოველდღიურად როგორ მართლაც მარტივ მამრავლებად იშლებიან და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ყველაფერი. და ვუყურებთ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად უდიდეს უსამართლობას. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც იჭერს და რომელიც აკავებს პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებსაც ყავთ 50-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე, არის განწირული მარცხისთვის, მათ ძალიან ცოტა აქვთ დარჩენილი, ისინი არიან ჩიხში შესულები, ჩიხში საიდანაც გამოსასვლელი უბრალოდ არ არსებობს, აღარ არსებობს ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია, აი ეს შენობაც კი, რომელსაც მე სასამართლოს ვერ ვუძახი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის საამებელი შენობა, სადაც ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ ისე, როგორც სიამოვნება ერთ კაცს, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილი. მოლოდინსაც მინდა კითხოთ, ალბათ უპირობოდ პატიმრობაში გაუშვებენ, აი რა მოლოდინი. რასაკვირველია რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი ამ რაღაც შენობისგან, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის საამებლად გარდაქმნილი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი და გუშინ ნიკამაც თქვა, ჩვენ მოვისმინეთ გიორგი კონდახიშვილის სიტყვები, რომ ბრძოლა ბოლომდე გამოსავალი არის ერთი, ჩვენი ერთიანობა, რომელიც გარდაუვალ მარცხამდე მიიყვანს ქართულ ოცნებას. მადლობა თქვენ მსმენელს სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე რჩება გარეთ და ელოდება გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ადამიანები ხედავთ, რომ რჩებიან გარეთ, შეეგუნენ, რომ შიგნით არავინ შეუშვებს და ნაწილი ღიად ამბობს, რომ ამ საცირკო სანახაობაზე დაასწრება არც სულდათ რჩებით ადგილზე და ველოდებით ჩვენს ბუნებრივი გადაწყვეტილების გამოცხადებას.